ქსმენიათ ამბავი გოგონებზე, რომლებიც ღამით ანათებდნენ. ამბობენ, რომ თუ ძველ ქარხნებს ახლოს ღამით ჩაული, ზოგჯერ ჰაერში ჯერ კიდევ იფანტება მოყვითალო ნაპერწკლები. თითქოს ვიღაცის ნაბიჯების კვალი ანათებს. რამდენიმე ათწლეულის წინ სწორედ ასე ბრწყინავდნენ ახალგაზრდა ქალები, რომლებსაც რადიუმის გოგონებს ეძახდნენ. არა იმიტომ, რომ ზღაპრის გმირები იყვნენ. 1917 წელს ისინი საათების ქარხანაში მუშაობდნენ. ხელში პატარა ფუნჯები ეკავათ, რომელზეც რადიუმის საღებავები იყო. სწავლეს, რომ ფუნჯები ენით უნდა გაემახვილებინათ და ისინიც უსასრულოდ იმეორებდნენ ამ მოძრაობას. საღებავი ენა საათის ისარი. ინეუბნებოდა, რომ ეს პატარა ბრწყინვალება სხეულში ილექებოდა და ნელა უხმოდ ძვლებს ჭამდა. ისინი არ ეჭვობდნენ პირიქით, ქალაქში ბევრს მოსწონდა მათი ბრწყინვალება. ყველას ეგონა, რომ ეს იყო პროგრესის საოცარი მაგია. მაგრამ ერთხელ ერთმა გოგომ შეამჩნია, რომ თუ ასეთი ლამაზია, რატომ არის ასეთი მტკივნეული. მალე სხეულმა თავად თქვა სათქმელი და სწორედ ეს ქალები გახდნენ ისინი, ვინც სამეცნიერო ისტორიაში ყველაზე მძიმე სიმართლე გამოაშკარავეს, რომ ბრწყინვალება არ ნიშნავს უსაფრთხოებას. ახლა ისინი აღარ ანათებენ, მაგრამ მათი ისტორია დღეს ნათელია, როგორც გაფრთხილება, როგორც მემორიალი იმ ქალებისათვის, რომლებიც გულწრფელად მუშაობდნენ და საკუთარ სხეულში ატარებდნენ სინათლეს, რომელიც მათი არ უნდა ყოფილიყო.